ამან განაპირობა ჩვენი დღევანდელი ესეთი მარცხი. იმედია რომ ეს მომავალში ჩვენი მოთამაშეები რომელსაც ტრავმა აქვს აგვიბრუნდებიან, ჩვენს გავაანალიზებთ ჩვენ შესაძლებლობებს და შემდეგ თამაშზე უკეთესად გამოვიდეთ. მეორე ტური დაძაბული და სანახაობრივი მატჩით დასრულდა. სოხუმის სოხუმმა ოლიმპის 77-53 დაამარცხა. დღევანდელი მატჩი ოლიმპისთვის სადებიუტო იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ოლიმპმა პირველი ნახევარი დიდი უპირატესობით დაასრულა. მესამე მოთხრეთში კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა შეძლო უპირატესობის შენარჩუნება, მაგრამ სოხუმელთა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. მეოთხე მოთხრეთში მეტოქის გაქცევა მოუწყო და დაწინაურება შეძლო. სოხუმელთა რიგებში გამორჩეული 22 ქულით ფილიპ მილერი იყო, ხოლო ოლიმპიის რიგებში 19 ქულით ჯერემი ბაინომი გამოირჩა. მთელი თამაში ლიდერების როლში იყო დღეს ოლიმპი, მაგრამ მონდომება არ დავაკელით, ყველაფერი გავაკეთეთ რომ მოგებოდა. ეს თამაშის დროსაც გძნობდი მაგას, რომ არც ერთ წამით არც ერთ მოთამაშეს არ ვფიქრე იმაზე, რომ შეიძლება თამაში დავეგო. იმიტომ რომ ჯერა ჩვენი თავის ვარჯიშობთ იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანი არ არის ვარჯიში დავიწყეთ. რაღაც ძალიან დაბალანსებული გუნდი ვართ. 35 წუთს ლიდერობდი ჩვენ და ბოლო 5 წუთში დავთქვით უპირატესობა ყველანაირად და იმ გუნდმა მოიგო, რომელმაც იბრძოლა რა. ბრძოლაში გვაჯობეს ყველანაირად და დამსახურებად გაიმარჯვა სოხუმი, როცა გლანტონს გამარჯვებას. პირსეულ გამარჯვებას. მესამე ტურის შეხვედრები 30 ოქტომბერს ქუთაისში ქუთაისი 2010-სა და რუსთავს შორის გაიმართება. იმავე ტურის შეხვედრები კი 31 ოქტომბერს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდება.